მართლა გაგაცნოთ გაგაცნოთ ფილოსოფიას ალბომის წმინდა დღესასწაულს და ალბომის გაცნობიერებას გისურვებთ, რომ ჩვენი რწმენის, ჩვენი განწმენდილი გონებისა და გულის პირდაპირ პროპორციულად შევიმეცნოთ ეს ბოლომდე შეუმეცნებადი დოგმატი. ალბომის გაცნობიერება ეს არის ღვთის ვთქვათ საიდუმლოების გაცნობიერება. მისი თანაგანცდა, თანაშეგრძნება, გრძნობა, ცოდნა არის გამწმენდელი უზარმაზარი ღვთაებრივი ცოდნის და ღვთაებრივი ვთქვათ ყოფობის ეგზისტენციის შეგრძნების მეტაფიზიკური და ტრანსცენდენტული გზნობა. ისაც მიუღწევად მიუწვდომელია ჩვენთვის მისაწვდომი და მიღწევადი ხდება იმ დოგმატების შემეცნებით, რასაც დავუშვათ თუნდაც ალბომის დოგმატი ქვია. ამიტომ ალბომის საიდუმლო, რომელიც უეჭველად მოხდა და რომელიც უეჭველად ჭეშმარიტად ცოცხალი ფაქტია, ცოცხალი ღვთის განგებულებისა ჩვენში ბადებს ერთ-ერთ თანხმობის გზნობას, რომ ქრისტე აღსდგა, ამიტომ ამბობთ ჭეშმარიტად აღსდგა. ამის გაცნობიერება ყოველგვარ ილუზიას, ყოველგვარ ვნებას, ყოველგვარ სიცურეს, ნებისმიერ ვთქვათ ფლუქტუაციას, ნებისმიერ დესტრუქციას, ნებისმიერ ღალატს, უგულოებას, უსიყვარულობას, ვთქვათ ნეგატივს შეიძლება და საბეჭდილს შევამთავროთ, რაც ჩვენთვის არასასიამოვნო და დამოკიდებელია ხოლმე ხილული თუ ხილავი ფაქტორი ჩვენი პოსტსაბჭოთა ყოფისა, აღდგომის გაცნობიერება, თანაგანცდა ამ ყველაფერს ანეიტრალებს, სადღაც როგორც ილუზიას განაქარვებს, ანულირებს და ვთქვათ აძლევს რეალობას იმ სახის შემეცნების საშუალებას ვაზრობს რეალობისა, რასაც ჩვენ ვიმეცნებთ და რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ შევიმეცნოთ ისე როგორც ის არის. ანუ ყველა ნეგატივს პოვს და ყველა არაკეთილ განწყობას ასე ვთქვათ განაქარვებს აღდგომის საიდუმლოს შეგრძნება და მისი რწმენით აღიარება. აღდგომის საიდუმლოს გამოცნობა ბოლომდე ადამიანისათვის შეუძლებელია. ეს ჩვენ პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს თვითგამოცნობასთან ქრისტეში, ჩვენს თვითშემეცნებასთან ქრისტეში, პირდაპირ ჩვენს ონტოლოგიურ, ასე ვთქვათ, თვითგამოცნობის სტატუსთან, ზუსტად ჩვენს ინდივიდუაციასთან, ჩვენს პიროვნების ჩამოყალიბებასთან პირდაპირ კავშირშია აღდგომის საიდუმლოს, ასე ვთქვათ, პროპორციულად გამოხატვა ჩვენი ჭურჭლისებრ, საზომისებრ და ჭურჭლისებრ ჩვენისა, რათა ჩვენი შემეცნება ამ ყოფიერების, სადაც ვიმყოფებით ამ ეგზისტენციაში, ამ ეგზისტენციის საფეხურზე, ამ ყოფიერების საფეხურებზე ამაღლება მოხდეს და წინ წავიდეს, რადგანაც მხოლოდ ამაღლება ამ სოფელზე, მხოლოდ ამ სოფლის, ამ ქვეყნის, ასე ვთქვათ, ამ ყოფიერების ვიმყოფებით ამ პოსტსაბჭოთა ვახსენეთ, რა ფორმაცია დავარქვა, არც ვიცი ზუსტად. ალბათ ამას კიდევ უფრო მეტად დავფიქრდებით და შევიგრძნობთ და ოფიციალურ სახელზე არ არის ლაპარაკი, თვითონ მდგომარეობა გამრუდებული დროისა და სივრცის კონტინუუმისა, რომელიც ჩვენი ცოდვებით გამრუდებულია, გვაძლევს საშუალებას და ბიძგს იმისა ფონზე იმ კონტრაპუნქტს გვაძლევს, რომ ჩვენ არ დაგვექვემდებაროთ დეგრადაციას, დაშლას, დაღმასვლას, არამედ პირიქით აღდგომის საიდუმლოთი, აღდგომის ზეაღმავალი სპირალით, რომელიც არის ამაღლება ამ სოფელზე და ამაღლება ყოველგვარ ნეგატივზე გარდავიქმნათ და ფერი ვიცვალოთ და განვიღმრთოთ. აი მაშინ ამაღლდება ჩვენი ონტოლოგიური სტატუსი, ვახსენე რა. ქრისტიანობა ადრეს ვამბობთ, არ არის მხოლოდ სასჯელის შიშის ქვეშ ცხოვრება და თავის დაკნინება. ქრისტიანობა აღდგომის საიდუმლოთს გაცნობიერებით ცხოვრებაა. ის არის არა წრფივი, არა ვთქვათ რაღაცა მხოლოდ ერთგანზომილებიანი ან ორგანზომილებიანი, ან დაუშვათ მხოლოდ მოჯადებულ წრეზე ტრიალი და ვერ გამოსვლა ერთი და იგივე შეცდომის ფატალური ჩადენიდან, არამედ იგი არის გარღვევა ამ ლაბირინთის, ამ მინოტაურის, ასე ვთქვათ, ლაბირინთისა, გარღვევა ამ, ასე ვთქვათ, ხაფანგისა, რასაც ეს სოფელი თავისი ილუზიით, თავისი მახეებით, ხილული და განსაკუთრებით უხილავი მახეებით უვლენს ჩვენს დაბნელებულს, სოდვებით დაბნელებულს გონებას და გულს. ამიტომ ვიძახთ, რომ ხშირად დავეზიაროთ, თუ განიწმინდოს ჩვენი გონება, გული, გაფართოვდეს ჩვენი საფრთხისმეტყველო, ჩვენი მეტაფიზიკური, ჩვენი სულიერი ჰორიზონტი, რათა ქრისტიანული ცოდნა, რომელიც მარტო ის არ არის,
რომ მხოლოდ შენ ეს ცოდნა ლატენტურად გაიგე და დევს შენში როგორც ინფორმაცია, როგორც რაიმე ინფორმაციული ერთეული, არამედ ეს არის ის ცოდნა, რომელიც მის მატარებელს, მის მქონეს განაღმრთობს, გარდაქმნის, უკეთეს ხდის, ფერს უცვლის მას და პირდაპირ წინააღმდეგობაში მართალ წინააღმდეგობაში აყენებს ამას სოფლის სიბილწესა და ამას სოფლის ამოებასთან. ზუსტად ეს წინააღმდეგობა, ეს ბრძოლა, ეს ურთიერთწინააღმდეგობრივი პოზიცია ამას სოფელზე ამაღლების, სადაც ჩვენ მდგომარეობის და ამას სოფლის მდგომარეობის, რომელზეც ქრისტიანებს თქვენ აღებული ხართ ამას სოფლიდან. ზუსტად ეს დისტანცია ჩვენსა და ამას სოფელს შორის, ეს დისტანცია, ეს წინააღმდეგობის პოზიცია უკვე რესურსია, იმისა რომ ჩვენ უფრო გავიზარდოთ, უკვე სტიმულია. იმიტომ არის ბრძოლები, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყოფებით არანაირ სათბურში, არანაირ გამოსაცდელ აკვარიუმში, რაღაცა რეზერვაციაში, ჩვენ ვიყოფებით რეალურ გახსნილ ღვთის მოგცემულ სივრცეში და არა სადღაც ანკლავში, რომელშიც ღვთის კანონების მაგივრად რაც სხვა კანონები იმოქმედებდნენ. არა, ნუ იქნება ესე და ნუ იყოფინ. ჩვენ გავდივართ ინდივიდუაციის, განხტვების, ჩამოყალიბების პროცესს, ჩვენ გავდივართ იმ უნარჩვევების შეძენის პროცესს, რომელიც ჩვენ ცოდნის სწორად და მართლად გამოყენების საშუალებას გვაძლევს, თორე თუ ცოდნა შენ სწორად და მართლად შენი ნებისყოფით, რომელიც ასევე განწმენდილი უნდა იყოს, ნებისყოფას უნდა განიღმრთოს, როგორც სხვა უნარჩვევები და მაჩვენებლები ადამიანის ცენტრების და ადამიანისეული ძალების გამოვლინებებისა და არა იყოს რაღაცა ჩანასახოვან და რუდიმენტულ მდგომარეობაში, არამედ განიღთოს ჩვენი ცოდნაც უნდა განიღთოს, რომ მას სწორი მიმართულება, მართალი მიმართულება მიცეს ცოდნას და არჩევანი სწორი იქნეს გაკეთებული. ძალიან ბევრი რამე შეიძლება იცოდე, კანონების მთელი თაიგული შეიძლება იცოდე, მაგრამ არასწორი არჩევანი გააკეთო. ნუ იქნება ესე ძალა, ნებისყოფა, ქრისტიანული ნება და იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინ ეგრეცა ქვეყანას აზედარავ და ნება ღვთისა და ჩვენი ერთმანეთს ემთხვეოდეს. ჩვენი ნება შეუსამებოდ ღვთის ნებას და ვიბრაციაში, რეზონანსში იყოს, სინერგიაში იყოს მასთან, რათა სწორი არჩევანით მაღლა დავდგეთ ამას სოფლის ამოებაზე. ფიქრობ, რომ ეს სწორი მიმართულება, ეს მართალი მიმართულება და ეს სტიმული კვლავ ჩვენ დღევანდელ ამ შესანიშნავ დღესასწაულ, აღდგომის დღესასწაულზე მოგვეცა, რაც ის მართალი ამოუწურავი ენერგიისა და უძლიერესი სტიმულის მომცემია ჩვენთვის, რათა გავხდეთ უკეთესი, საუკეთესო და ასე შემდეგ ჩვენს ამ ქრისტიანულ გზაზე სვლისას, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობისა ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა.